პროტესტის ერთი თვე ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეში დასაქმებული მაღაროელები ამჯერადაც მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, კომპანიამ ხელოვნურად შექმნა კრიზისი, რათა ღია კარიერული წესით მეტი ნედლეული მოიპოვოს და ამის ხარჯზე თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლოს. მოთხოვნებს შორის არის 3 თვის ხელფასების გაცემა და ჯორჯიან მანგანეზის ახალი კომპანიის ჩანაცვლება. მაღაროელები აცხადებენ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ როგორც სახელმწიფოს, ისე პროფკავშირების მხრიდან. გენო სიყმაშვილი აშუქებს საპროტესტო აქციას და ახლა დეტალებით ჩემი კოლეგა განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. გენო, რასაც ცხადებენ მაღაროელები? მარიამ, ჩვენ ახლა ჭიათურაში მერიის წინმიმყოფებით სწორედ აქ მიმდინარეობს უკვე 30-ე დღეა უწყვეტი პროტესტი მაღაროელების მხრიდან, რომლებსაც ის მოთხოვნები აქვს, რომელიც შენ ჩამოთვალე. ამ 30 დღის განმავლობაში აქ შეკრებილი მაღაროელები ამბობენ, რომ ამ 30 დღის განმავლობაში რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს. მათ არ ჰქონდათ ნაყოფიერი დიალოგი ხელისუფლებასთან და ასევე არ შედგა დიალოგი კომპანიასთან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები არის იგივე, რაც პირველივე დღეს ჰქონდა და ეს არის სწორედ სამთვიანი დავალიანების ანაზღაურება, ასევე კომპანიამ დატოვოს ჭიათურა და ის გადაიბაროს, მაღაროები გადაიბაროს სახელმწიფომ ან სხვა კომპანიამ, რომელიც უფრო ეფექტურად მართავს ჭიათურის მაღაროებს და ასევე მოთხოვნებს შორის არის კიდევ ერთი ის, რომ მაღაროებისგან მოპოვებული ნედლეული შედეგად მიღებული მოგების გარკვეული ნაწილი თვითონ ჭიათურის განვითარებას მოხმარდეს, თუმცა როგორც გითხარით, აი ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით გასული 30 დღის განმავლობაში რაიმე ხელშესახებ შედეგს მაღაროელებმა ვერ მიაღწეს. მთავარი პრობლემა, როგორც იცით, არის ის, რომ ჯორჯიან მანგანეზმა განაცხადა კომპანიამ, რომ მაღაროებში ნედლეულის მოპოვება აღარ არის რენტაბელური და შესაბამისად ის ამ მაღაროების ნაწილის დაკეტვას აპირებს და შესაბამისად თანამშრომლების ნაწილის შემცირებას, თუმცა აქ შეკრებილი მაღაროელები ამბობენ, რომ რეალურად მაღაროებში ნედლეულის მოპოვება არის მომგებიანი, უბრალოდ კომპანია სურს, რომ ღია წესით, ანუ ხელოვნურად შექმნა კრიზისი იმისთვის, რომ მიიღოს ლიცენზია უფრო მეტი ნედლეული მოიპოვოს ღია წესით, კარიერული წესით. შესაბამისად, ამ კარიერული წესით მოპოვებას სჭირდება ნაკლები თანამშრომელი და ასევე ეს უფრო მეტი საფრთხის შემცველია თავად ჭიათურისთვის და სწორედ ამიტომ დგანან, როგორც თავად აცხადებენ მაღაროელები, აქ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან და კვლავ მაღაროებში მოხდეს ნედლეულის მოპოვება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ასევე მაღაროელები აცხადებენ, რომ გადააწყდნენ, არის პროფკავშირები. პროფკავშირის წევრები 2009 წლიდან არიან, აქ მყოფი ადამიანები გაერთიანებულ პროფკავშირებზეა საუბარი, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში გამართული აქციებისას, იქნება ეს 2023 წელს თუ მით უმეტეს 2025 წელს, სწორედ ახლა მიმდინარე აქციებისას, პროფკავშირები ძალიან ცუდი კუთხით არის ჩართული, ან საერთოდ არ არის ჩართული. მაგალითად, აი ამ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მათ პრეტენზია აქვთ გაერთიანებულ პროფკავშირებთან ის, რომ ამ 30 დღის განმავლობაში, როგორც აცხადებენ, არც ერთხელ არ ჩამოსულან ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლები რეალურად მაღაროელებს არ დალაპარაკებიან, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც აქ აქციაზე მყოფი ადამიანები ამბობენ, მაინც მაღაროელების სახელით საუბრობენ პროფკავშირის წარმომადგენლები. საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ამ შემთხვევაში შეიქმნა სამმხრივი კომისია, რომელშიც ერთი მხარე არის სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრო, მეორე მხარე არის ორგანიზაცია, ხოლო მესამე მხარე არის პროფკავშირები. შეიქმნა ეს სამმხრივი კომისია, სადაც სწორედ ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უნდა განიხილონ მდგომარეობა და რადგან პროფკავშირები ამ სამმხრივი კომისიის ერთ-ერთი მხარეა, სწორედ ის წარმოადგენს ამ გაფიცული ადამიანების ინტერესებს, თუმცა აქციაზე მყოფი მაღაროელები ამბობენ, რომ რეალურად პროფკავშირებს და კომპანიას ერთი ინტერესი აქვს და შესაბამისად ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართონ უშუალოდ მაღაროელები და არა პროფკავშირები. რამე ქმედითი ნაბიჯი და ხელშესახები არც მთავრობის მხრიდან, არც კომპანიის მხრიდან და არც პროფკავშირის მხრიდან არ გაკეთებულა, არ უგრძნია ხალხს ამ ხნის განმავლობაში არანაირი მხარდაჭერა და მონდომებაც კი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპისთვის არის ხელფასები სრულად უნდა დარიგდეს 3 თვის გაუცემელი ხელფასები და უნდა მოხდეს საბანკო ვალდებულებების შეჩერება, ვიდრე ხელფასი არ დარიგდება, ის არასაამართლიანი ნამატები, საპროცენტო ნამატი, რაც ჩვენ დაუნებლიეთ მოხდა და გაუძვირდა ხალხს, ეს უნდა იყოს განოლებული. რაც შეეხება შემდეგ მოთხოვნებს, დანარჩენი მოთხოვნები იგივე კომპანიის წასვლასა და მთავრობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არის უცვლელი. უკვე იკვეთება აქ ისეთი ხაზები, რომ როგორც პროფკავშირი და როგორც კომპანია ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებს ამ ხალხის და
ამ ქალაქის საპირისპიროდ, რასაც ჩვენ ვიძახით, ეს არის აბსოლუტურად რეალური, რომ თუ ასე გაგრძელდება და მხოლოდ ღია კარიერული წესით კიდევ უფრო გაიზრდება მოპოვების მასშტაბები, ეს გამოიწვევს იმას, რომ გაანადგურებს ქალაქს. მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ასე უყურადღებოდ დატოვებდა მშრომელ ხალხს. დაუცველად გრძნობს თავს თითოეული ჭიათურელი, ძალიან რთული ვითარება 30 დღეა პროტესტია, მესამე დღეა უხელფასოდ არის ქალაქი და ქალაქის თითოეული მოსახლე. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, მშვიდობიან ფორმებით, არანაირი რადიკალური ფორმა არ ქონია, არანაირი დარღვევა არ ქონია, ყველაფერს მივყვებით ისე, რომ არავის არანაირი პრეტენზია ჩვენს მიმართ არ უნდა ქონდეს. ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. მოკლედ არაფერს ჩვენ არ ვითხოვთ. ისეც არავის დახმარებას არ ვითხოვთ, რომ აი ვიღაცამ რაღაცა გვაჩუქოს. ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ სამსახურს, კუთვნილ სამსახურშიც ავიღებთ კუთვნილ ხელფასს. რაც შეეხება კომპანია ჯორჯიენ მანგანეს ცხადია ჩვენ დაუკავშირდით კომენტართან დაკავშირებით, თუმცა ჯორჯიენ მანგანეში განგვიცხადეს, რომ მას შემდეგ რაც სწორედ ეს სამხრივი კომისია შეიქმნა, რომელშიც ერთი მხარე არის სახელმწიფო, ასევე კომპანია და მესამე მხარე არის პროფკავშირები, მხოლოდ აი ამ კომისიის შეხვედრის ფარგლებში გაკეთდება განცხადებები. გუშინ იყო ერთი ესეთი შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგალითად ის, რომ იანვრის ხელფასი გაიცეს და ამის თავდებად იქნება პროფკავშირები, მაღაროელებს მიეცეთ მხოლოდ იანვრის ხელფასი, მე შეგახსენებთ, რომ 3 თვის ხელფასი თხოვენ მაღაროელები, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იანვრის ხელფასზე არის საუბარი 60%-ზე და ამის თავდები იქნება პროფკავშირები, ხოლო ის დასკვნა, რომლითაც კომპანია აცხადებს, რომ მაღაროებში მოპოვება ნედლეულის არ არის რენტაბელური, გადაიხედება და ზოგადად მაღაროებში ნედლეულის მოპოვების საკითხი გადაიხედება. აი ეს იყო ორი ძირითადი შედეგი, რომელიც გუშინ შეხვედრას მოჰყვა, თუმცა აი ამ შედეგით არ არიან აქ მყოფი მაღაროელები თანახმა დაკმაყოფილები, ისინი 3 თვის ხელფასს მოითხოვენ ისევ და ამბობენ, რომ გაერთიანებული პროფკავშირები ამ კომისიაში არ არის მათი წარმომადგენელი და მოითხოვენ, რომ უშუალოდ აქ მყოფი მაღაროელებიდან საინიციატივო ჯგუფიდან წარმომადგენლები ჩაერთონ მომავალში ამ კომისიაში. რაც შეეხება გეგმებს, როგორც გითხარით, ამ განვლილი 30 დღის განმავლობაში ისინი რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომ დღესაც მათ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი იქნება ჭიათურიდან გასასვლელი გზების გადაკეტვა, როგორც ისინი აცხადებენ, ისინი ხელს არ შეუშლიან ადამიანების გადაადგილებას, თუმცა რაც შეეხება ნედლეულის და სხვადასხვა საშენი მასალის გატანას ქალაქიდან ან შემოტანას, აი სწორედ ამას შეაფერხებენ და ჭიათურის გასასვლელებს ამ კუთხით გადაკეტევენ. მადლობა გენო სიყმაშვილი საუბრობდა ჭიათურიდან პირდაპირ ეთერში.